თბილისი, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის საქართველოს დედაქალაქი. გამგებელი რა ხარ მომისმენე რატო არ იცოდი აქამდე რომ შუქი არის ხო არ გაინტერესებდა შენის რაიონი დიდი ომში არ არის სხვა რაიონი კარგი რა როგორ არ არის people in general lost the hope ხალხს იმედი აქვს საკარგული and electricity is very much იმედი კი ადამიანისთვის სინათლესთან ასოცირდება it's difficult to understand for people who are ცივილიზებული სამყაროსთვის გასაგებია რამდენი რამ არის შუქზე დამოკიდებული how much depends on electricity. შუქის ჩაქრობა ადამიანზე It's something very დამთრგუნველად მოქმედებს. ის თავს დაუცველად გრძნობს. When light goes off. 1991 წელს საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სულ მალე საბჭოთა კავშირი დაიშალა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში სამოქალაქო ომი და ეკონომიკური ნგრევაა. 1999 წლის იანვარში ამერიკულმა საერთაშორისო AES კორპორაციამ საქართველოში კომპანია თელასი შეიძინა. მოსახლეობას იმედი გაუჩნდა, რომ AES თელასი შუქით მათ მომარაგებას შეძლებს. დაუნათებელი სინათლე. Paul Devlin's filming. What happened then? Just went out when you called? I'm so chakra. There. შეხედე სრული სიბნელეა. წვდიადი. If you don't have power, it means that you are hungry. როცა შუქი არ აქვს, თითქოს ხშირად გწივა. And you're in the dark. No information. ინფორმაციას ვერ იღებ, თითქოს მკვდარი ხარ. It's like being dead, you know? And I feel humiliated. პირადად მე თავს დამცერებულად გრძნობ, ეს იგივეა. Like as if someone ცილა გამარტყას ვიღაცა. How say slept on my face or so? You know, if you don't have any electricity, then when you go როცა უშუქობას გამოცდი და სადმე შუქი დახვდება, მეტი სიამოვნება წარმოუდგენელია. კეთილი იყოს თქვენი მომდევნო თბილისში. City. You just look at თბილისი დიდი ქალაქია. აქ 370,000 აბონენტია. შეხედეთ რამდენი საქმეა გასაკეთებელი. თითოეული ანთებული ნათურა თვითონ მოხმარებელია. თუ ვინმე შუქი არ აქვს, ცდილობს საიდანვე დენი გადმოეყანოს. მეზობლისგან, ჭიხურებიდან, ნებისმიერი უახლოესი წყაროდან. გონი ჩვენი მოხმარებლების 40%-ს არალეგალური დენი აქვს. მოიქალი, ცუდი ხალი არა ვარ, მაგრამ ოთარობას არა, შენ კი არა, შენს გაგლერის სახში. ეხლა ნერვები არ მომიშალო შენგენა. არიქა, მაშინ ჩაკუჭდა. So this bill is from ეს AES თელასის ქვითარია. This bill is the most დღეს ის ყველაზე საშიში შეტყობინებაა. გადასახდელია 96 ლარი. ბევრ გაჭირვებულ ადამიანს შუქს გადაუხდელობის გამო უთიშავენ. ამაზე დამთრგუნველი არაფერია. საბჭოთა პერიოდში გაზის, ელექტრობისა და წყლის ფულს ძირითადად სახელმწიფო იხდიდა. ახლა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ყველაფერში ფულია გადასახდელი. ამ ხალხს ფულის გადახდა არსებს. გასულ თვეში AES თელასში გადასახადის მხოლოდ 10% შემოვიდა. მოხმარებელთა 90% არ იხდის. დავიფიცე, რომ თმას არ შევიჭრი, ვიდრე გადახდა 50%-ს არ მიაღწევს. ეს სისტემა ფეხზე რომ დადგეს და პრობლემა მოგვარდეს, ფულის გადახდა არის საჭირო. როცა ამერიკელები მოვიდნენ, ყველა ელოდა, რომ დაუყოვნებლივ 24 საათიან შუქს მიიღებდნენ. AES კორპორაცია მსოფლიოს უდიდესი დამოუკიდებელი ელექტროკომპანიაა.
მსოფლიოს 33 ქვეყანაში 40 ბილიონი დოლარის ქონებას ფლობს. We've chosen as our purpose to steward the resources we've been given. AES-მა მსოფლიო უსაფრთხო, სუფთა და სანდო ელექტრობით უნდა უზრუნველყოს. Why AES exists. These crazy naive foreigners who ეს come to შეშლილი და Georgia to try and გულუწყვილო do something. უცხოელები საქართველოში ფულის გასაკეთებლად ჩამოდიან. Georgians know that აზრზე არა ვართ, no idea რას what they're up ვეჩეხებით. against, you know, like how it really works. აქ ყველაფერი სხვაგვარად მუშაობს. AES-მა თბილისის ენერგოგამონაწილებელი კომპანია თელასი 35 მილიონ დოლარად იყიდა. 11 თვის მუშაობის შემდეგ AES თელასი ყოველდღე 120,000 ამერიკულ დოლარს კარგავს. In the area we're working now. დიღომში, სადაც ჩვენ მუშაობ, 30-40,000 მცხოვრებია, აბონენტი 11,000. გამრიცხველიანების სისტემა აქ ძალიანაც განახლებულია. ჩვენ დავალიანების ამოღების მკაცრ სისტემას ვქმნით. დენი გაეთიშება ყველას, ვისაც დავალიანება აქვს. დღეიდან მოხმარებლების გათიშვა დავიწყეთ. დაახლოებით 600 მოხმარებელი გაითიშა. მოხმარებელთა 90%-ს იგებებად ielis. ამ შემთხვევაში ხალხი ქუჩაში გამოვა, სწორედ ეს გვატეხებს. Can you imagine what's going to happen? წარმოიდგინეთ, დღეს და ხვალ დიღმის ოფისში რა მოხდება. Before, in Soviet Union, people had საბჭოთა დროს ხალხს სამსახური და ხელფასი ჰქონდა. and they were satisfied with their living. ახლა ყველაფერი დაინგრა. And they've lost their ხალხმა სამსახური places, დაკარგა. to work and nothing is საწარმოები აღარ working მუშაობს. now. Everybody is ხელფასები unemployed დაბალია and the დაახლოებით salaries are very 30 ლარი low. თვეში. And მამამლის now შიში they're გაგვიჩნდა. afraid of future. საერთოდ არა სად არის შოკი გოგო დაღამდება გამოვალ გაისა გათენდება გამოვალ დაღამდება სახში ვარ სად არის დენი რომელ უბანში თბილისში შოკი არა გაქვს? ამბობს, რომ ძალიან ძვირია შოკის გადასახადი. ოღონდ გადამიყიდა მაგარი ქიმედა ხოლმე He's invited ღვინის დასალევად გეპატიჟებათ. some wine. It's better. ელექტროენერგიის მიწოდებით უკმაყოფილება. აჩა ხარო რა ამკობული კაცი ზამთარში მაინც არ იყო. ზამთარში გარაში აქ პარკებით აღარ გეკნება ხვალზე. და იცი მაგ პარკებით აღარ გეკნება ხვალზე გადა. ამერიკელების გარაი რუსებს კოცებს. He's pessimistic. ფეისბუქას უხეთ აბა რა აქ მაგ იცი რა იყო ლექსი რა იყო ადრე საზღარი გერმანიაში შესაძლოა შეიმოჭა და საზღარი ამერიკაში შემოჭა. სულ დაგიფრო. All their lives. ეკითხება, რატომ ამბობს თითქოს კმაყოფილები ხარ. სულაც არ ვართ კმაყოფილები. ამ ხალხს მთელი ცხოვრება ასწავლებდნენ, რომ ამერიკა და კაპიტალიზმი ცუდია. მაგის კრედიტები არ მინდა, კიდევ მაგის დოლარი აქვს, არ მინდა დოლარი. საქართველოს ბევრჯერაა ოფლის. სპარსელები, თურქები, რუსები, მონღოლები, თემურლენგი. საქართველოს უამრავი დამპყრობელი ანადგურებდა. ჩვენი ქვეყანა დასავლური ცივილიზებული ქვეყნებიდან მოშორებით მდებარეობს. საქართველო
who are our neighbors. ვინ არიან ჩვენი მეზობლები? საკმაოდ აგრესიული თურქეთი, ეთნიკური და ადამიანის უფლებათა დაცვის უამრავი პრობლემით. Ethnic problems. So why Turkey we ასე რომ თურქეთიდან დადებიც ვერაფერ შეიძლება. More or less, I don't know. სომხეთი, რომელიც ჩვენსავით წუმპეშია, მას იგივე პრობლემები აქვს. ეკონომიკურად საქართველოზე მეტად იზოლირებულია. აზერბაიჯანს ნავთობის მეტი არაფერი აქვს. იქაც მაფიოზური კლანია სათავეში. იაფი ნავთობის გარდა სხვა სარგებელი არ გვექნება. და ჩრდილოეთით რუსეთი. ბრიყვი რუსეთი საკუთარი პრობლემებით და ჩეჩნეთის ომით. პოლიტიკურად მძიმე სიტუაციაში ვართ, რაც ეკონომიკაზეც გავლენას ახდენს. საქართველოს ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო. საერთოდ კავკასიის შესახებ არაფერი მსმენოდა. აქ სამუშაოდ ჩამოვედი. აქ ქვეყნის ამოუხსნა საიდუმლოებაზე ვარ შეყვარებული. აქ მრავალი ეროვნების ხალხი ცხოვრობს. ნამდვილი ენობრივი ჯაჭვია. ქართველების გაგება იოლი არ არის. მათ აზროვნების წეს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. მათი გაგება და წვდომა ხანგრძლივ მოგზაურობას ჰგავს. ენაც რთულია, თითქოს ეროვნული შიფრიაო. ერთნაირად. შეიძლება სვანაირით იქნება, იმიტომ თქვენთან ფიდერის ლიდერები არ გაქვს და არ გინდა და კაია. მე ლონდონში დავიბადე. მოგზაურობა პატარაობიდანვე დავიწყე. ცენტრალურ ამერიკაში 4-5 წელი ვიცხოვრე. მივეჩვია უცხოობის განცდას. თუ გინდა რომ თავი მკვდროთ იგრძნო იქ სადაც ხარ, იქაურობას უნდა შეეცვისო. საერთოდ მსოფლიოს ყველა ერი მაინტერესებს. უკვე 4 წელია აქ ვარ. ვცდილობ აქაურობა კარგად გავიცნო. ენაც ვისწავლო. გრძელი თმა ადამიანს რაღაცნაირად ახასიათებს. მის პიროვნებას რაღაცას მატებს. ჩემი ქალიშვილი გარდა ტეხის ასაკშია და გრძელი თმა მოსწონს. პირცით მას არ შეიჭრის, ვიდრე თელასში საქმე არ გამოკეთდება. მრეცხველები საკუთარი სახსრები დავამონტაჟეთ. თვითონ მონტაჟი $100 დაგვიჭდა. მრეცხელს მთავარი მისია აგრესია ჩვენსა და აბონენტებს შორის. თელასის წარმატების საფუძველი გამრეცხველიანებაა. თელასმა მთელი თბილისის გამრეცხველიანებისთვის კომპანია Black & Veatch მიმართა. ახლა კვირაში 6000-ამდე მრეცხელი მონტაჟდება. ეს იმდენად დიდი რაოდენობაა, რომ არ გვეუბნება ამას თუ მივაღწევდით. მთელი თბილისის გასამრეცხველიანებლად AS თელასი მომავალში $60 მილიონ მეტს დახარჯავს. ეს დიდი დიღომია. აქ ჩანს, რის აშენებას აპირებდნენ. აი ეს ხდება, როცა რუსები საიდანღაც გადიან. აშკარაა, რომ საქართველოს თავისი მდებარეობის გამო სხვა რესპუბლიკებზე მეტად გაუჭირდა. უამრავი დაუმთავრებელი ნაგებობა დარჩა. აქ დევნილები ცხოვრობენ, ვისაც საცხოვრებელი არ აქვს. ალბათ იაფიც უჯდებათ. ახ თვითმფრინავად შესახდა და დენი გაიყვანა. მთელი ეს გაყვანილობა არალეგალურია. აქ თანხების ამოღება შეუძლებელია. არც მრეცხველები არ არის, კაბელი გადახურებულია, იზოლაცია არ აქვს.
ამას ხელს მოახლებთ. დენი დაგავთანთ. ახლა ერთ-ერთ არალეგალურ ჯიხურში შევიხედოთ. ამაზე უარესი არაფერი მინახავს. კაბელები ყოველგვარი წესის გარეშეა გაყვანილი. აქ აშკარად რაღაც იწვის. ხილად იყავით, ყველგან დენი გადის. იზოლაცია ყველგან დამდგარია. როცა მოვედით, დაგვხვდა დამწვარი კაბელები. გათიშული ფაზები. ასეა გაყვანილი სადენები. ძიმძიმე ხიდია, იზოლაციისთვის. ხელი არაფერს ახდენს, ყველგან დენი გადის. ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ სისტემა მოქმედებს. დენის გასატარებლად ნებისმიერ რამეს იყენებენ. ტელეფონის კაბლებსაც კი. სადენი გახურებულია, ისმის როგორ იწვის. ტრანსფორმატორის კარიც სულღია. შეგნით ვერ შევათ, შეიძლება ლითონზე ფეხი დავაბიჯოთ. ეს 6 კილოვატიანი თავარი კამერაა. იატაკზე შეიძლება დენი გადიოდეს. არავითარი გარანტია არ არის. ნაბეწკლები ჩანს. მე იქ არ შევალ, მომბადეთ. საკუთარ სიცოცხლეს მოფრთხილდები. აქედანაა საჭირო მუშაობის დაწყება. დიდი საქმეა გასაკეთებელი. ეს თელასის სარეკლამო რგოლი. როცა შუქი ქრება, ეს ქალი თავს ძალიან საწყლად გრძნობს. მისთვის ტელევიზორი ყველაფერია. ის 87 წლისაა. პენსია სულ რაღაც 12 ლარი აქვს. მე სახლში თითქმის არ ვარ. მისი ერთადერთი ახლობელი და მეგობარი ტელევიზორია. ზამთარში როცა შუქი 8 საათზე მოდის, ამ შუქს ის ელოდება როგორც რაღაც მნიშვნელოვანს ცხოვრებაში. თავის გასამხნელებლად ალკოჰოლისმა დავიწყე. მომიცით, როგორც ხდება. საჭმელი გაქვს, უხარში ცეცხლიანთი და ცოტა ნაშრომი ხარ და საქმეც არაფერია. ჩემი ბინა სავსეა თანამედროვე ტექნიკით. კომპიუტერი, ფაქსი, ინტერნეტი. ყველაფერი გაქვს და ყველაფერი უკმად დგას. შუქი არ არის. ეს ხაზების გადაჭრა დავიწყეთ. საჩივრები შემოვიდა. ამბობენ ქვითრები არასწორია. მომდიოდა აი ამ თანხით. ის ტოჩიკების თუ არ დამამტვრენონ იქა. ნუ არის და მეზობრები ნუ დაგვაწმეინეს ერთმანეთს. რომ მეზობრები ვერ გამოდიოდა ვერ ველაპარაკეს ისმებრა. ჩემი სოჩიკი მეზობრები ჩემი სოჩიკია. შეიძლება ამ როგორც გვალი არ გექნებათ ეს სოჩიკი რომ მივიდეთ ესა. სოჩიკები ნორმალურად მოიყვანეთ. ნუ აღურდეთ და დაგურდეთ და მეზობრები ნუ დაგვაწმეინეს ყველაფერს თავმოყრისა და დალაგებისთვის სისტემაა საჭირო. გამოცდილი მენეჯერი გვჭირდება, რომელიც პერსონალს ასწავლის. სისტემას გქონით, გავითარებთ, ცდით. უზარმაზარი პროექტია, ამას ვერ გავაკეთებთ. გავაკეთებთ, მაგრამ ხელშეწყობაა საჭირო. მაიკ, თუ ჩვენი მუშაობა მოგწონს, დაგვეხმაროთ. რაც ჩაფიქრებული გვაქვს, გაგვახორციელებინე. ეს ჩვენი საქმის მთავარი მარცვალია. თუ ეს პრობლემა არ გადაწყდა, ჩვენი აქ ყოფნა უაზრობაა. აქ ჩემი სახელი ყველა მიცის. რესტორანში ან ბარში შევდება, ვიღაცა ჭირს მაგივრად იხდის. ეს გარკვეულწილად მსიამოვნებს, მაგრამ მეორეს მხრივ თითქოს შოუში მონაწილეობ. ძნელია, როცა ხშირად ეკრანზე ხარ და ხალხი ვარსკვლავისავე თავი გქონს. თელას მაიკი მართავს, დიდი ზეწოლის ქვეშ მუშაობს. აქ დიდი თანხებია ჩადებული.
როცა მაიკმა თელასი შეიძინა, ქართველები ამბობდნენ: დაწყალი ბიჭი, აზრზე არ არის რაში გაებაო. ვიცნობ კი? სკოლია. Max Scowley? Diolch Scowley. Იცნობთ მას? აბა რა ვიცნობ? ლაბარაკის დროს ეს წარბის ზევით ამდის. ამას ჩემი ნებით არ ვაკეთებ. ამაზე მულტფილმში ხუმრობენ. მაგიდაზე ვარ ტყამხას და ვამბობ, კანცელარიის დედაც. პული თუ არ იქნება, აცდენი იქნება. გამოურთეთ დენი. თან ეს წარბი ზევით გამირბის. ეს ქვეცნობიერად ხდება. მართალი, მაგრამ უთხარო სამი სული აქვს ოჯახში და სამთავი ინვალიდები. არავით არის შემოსავალი არა მაქვს. გამონაკლისი ხო შეიძლება? ძალიან სწორია, ძალიან სწორია. Okay, thanks a lot. Should we get going then, yeah? მერტმა ისე უმართლეს, როგორც ჩემს უმართლეს. მერტმა. დღეს აღმოვაჩინეთ, რომ აბონენტის გადახდილი უამრავი ქვით არის აღრიცხული არ არის. გადახდილი თანხა თელასამდე არ მიდის. ეს ნიშნავს, რომ ფული ან მოლარემ ჩაიჯება, ან საპოსტო ბანკის ხალხმა, ან სხვა ვინმე. დღეს რომ ნახეთ, ეს ქალები უზარმაზარ შრომას ეწევიან. მთელი ამ ვალების გადასინჯვა და შეჯერება, შემდეგ იმ კითხვების ქსეროასლები, რომლებიც აღრიცხული არ არის. შემდეგ იმ გადახდილი და გაუტარებელი კითხვების კვალის მიგნება. ეს დიდი სამუშაოა. შეუძლებელიც კი. So I am in charge. მე სამფაზიანი მოხმარებლისაგან ვაგროვებ გადასახადს. როგორიცაა ტელეანძა, ფაბრიკები, კომერციული მაღაზიები, supermarkets, everything. გადამოსახლებებისა. აეროპორტს მქონდა, ჩვენ აეროპორტი გავთიშეთ. შემატყობინეს, რომ თვითმფრინავი ავიაქარხნის აეროდრომზე დაეშვებოდა. როცა თვითმფრინავი დასაფრენად ემზადებოდა, შუქი გამოურთეთ. თვითმფრინავი 5 წუთში ჯდებოდა. გამოურთეთ თუ არა, მაშინ მოვარდნენ და ფული გადაიხადეს. როგორც კი გამორთავენ, ფულს მაშინ მოიხდიან. ესე იგი, შუქის გადასახდელი ფული ნამდვილად აქვთ, თუმცა სანამ არ დასჭი, არ გადაიხდიან. ტელეანძაც გამორთე. უბედურებაა, როცა ასეთ ობიექტს გამორთავ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში საქმე ცუდად არის. ალბათ კორუფციის ბრალია. შეიძლება ხალხი მიეჩვია დავალიანების გადაუხდელობას. ეს თელასის სარეკლამო რგოლი. გორი. სტალინი აქაურია, ქართველია. თბილისის სემინარიაში სწავლობდა. მერე ბოლშევიკებს დაუკავშირდა და მალე პარტიას სათავეში მოექცა. ბოლშევიკებს ორგანიზატორების დიდი უნარი ჰქონდათ. მიზანს დაშინებით აღწევდნენ. საბჭოთა ხელისუფლება ხალხს დეტალებზე კონცენტრირებას აჩვევდა. ამასობაში კონცეფცია ყურადღების მიემარჩებოდა. ერების ერთმანეთისგან გათიშვა და დიდი მანქანის ერთ ჯანჯექზე კონცენტრირება სოციალური კონტროლის საშუალებას წარმოადგენდა. ასეთი იყო საბჭოური წესი. ესენი თელასის უხუცესები არიან, დაახლოებით 60 წლისანი არიან. სტალინის გარდაცვალებისას გადატეხის ასაკში იყვნენ. თელასი მათ თვალწინ დაიშალა და გაბარტახდა. ახლა ეს ხალხი ამ კომპანიას ხელახლა ქმნის. 12 მაგისთვის საკმარისი არ მეთქი მაგას გეუბნები. It's enough. 12 guys, it's enough for to do everything what you told me. Okay, why are you worried? წუხართ რომ ხვალ ისინი უმუშევრები დარჩებიან?
when some როცა მოვალეობები იცვლება, რაღაც ეჭვი ყოველთვის ჩნდება. always we have some doubt in it. The problem here is not თავარი ხალხის რაოდენობა კი არა, მენეჯმენტია. what's in the past is done. წარსულს მოეშვით. იფიქრეთ მომავალზე და იმაზე საით მიდიხართ. მე მინდა ახალგაზრდები, მინდა ახალი vision, you know, new vision. ახალებული ხედვა საჭირო. მენეჯმენტის ცოდნა საჭირო. შემდეგ კრებაზე 35 წლამდე ასაკის ადამიანები მოიყვანეთ. Every week იქნება. საქმე რომ ადგილიდან დავძრათ. For the future, you know. But at highest level, we don't. კორპორაცია მიზნად მაქსიმალურ მოგებას არ ისახავს. Profit maximize. This was a very radical. მკვდარი წერტილიდან დაძვრა და ცოტათი გაფართოება თამამი და კარგი ნაბიჯი იქნებოდა. ბიზნესის შენარჩუნება და ზრდა მარტო მოგებას არ გულისხმობს. არც ინვესტიციების ამოღებას. AES-ი პირველი საერთაშორისო კომპანიაა, რომელშიც მუშაობ. რასაც ვაკეთებ, იმის იმჯერა. AES-ი ამის კარგ საშუალებას მაძლევს. კარგია, როცა ყველას პასუხისმგებლობა აკისრია. სიამოვნებს, როცა შენზე ბევრია გამოგდებული. საქმეში შენი წვლილი შეგაქვს და გულით მუშაობ. შედეგებიც უკეთესია. ეს ხალხთან სიახლოვეს მოითხოვს. ეს მართვის ახალი დაცავული მეთოდია. აქეთ კი ისევ საბჭოთა კავშირია. მართვის ვერტიკალური სისტემით და კანონის უგობლებელყოფით. AES-ის ღირსებებია მობილურობა, სამართლიანობა, თანადგომა და შემოქმედება. მიგვი სულ შეიძლება კომპანიას ეს თვისებები ერთდროულად ჰქონდეს. გვინდა ხალხი მოვეძებოთ და საქმიანობაში საზოგადოებას ჩავრთოთ. საქმის კეთების კაპიტალისტური წესი ვაჩვენოთ. ბევრ მოხმარებელს ეს არ მოსწონს. თავიდან რიცხველის ჯიხურებს ამფრებდნენ. გათიშულ აბონენტს თვითნებურად ხვთავდნენ. ზედ საკუთარ საკეთებს ადებდნენ. აქ პანჯერა ჩაამწვიეს. რიცხველს ლუკი შეახსნეს, რომ ერთ შეამჩნევთ. აგრესია რიცხველზე გადააქვთ. აქ საკეთია გაბრჩებული. 220 ვოლტზე თამაშება. ნიკარება და სიკვდილი ერთია. ამიტომ ჯიხურებს უამრავი საკეტი აქვს. შავი ფერი შარვანი. სიკვდილის მიზეზი არ ვიცით. ეს თქვენსადმი ძალიან საშიშია. გვინდა თბილისელები გავაფრთხილოთ. ამ ადგილებს არ გაეკარგოთ. უკვე 12 შენობა გავთიშეთ. აბონენტები მიხვდნენ, რომ თელაციდან ვიყავით. მოსახლეობის გარემოცვაში აღმოჩნდით. ხმა არ ამგვაღებინეს. მაგრამ საუბარი მაინც შედგა. ჯიხურები გადახილით დაგვხვდა. დაზიანებული იყო. ჩვენი მაინც ყველას მივეცით. იმათ, ვისაც ფული არ ქონა გადახდილი. გარდაბანი AES მტკვარი. საქართველოს ენერგოქსელისთვის ენერგიას AES მტკვარი გამოიმუშავებს. დენ საბუთილო ბაზარს ვაწვდით, რომელსაც AES მტკვარისთვის არც ერთი ლარი არ აქვს გადახდილი. თანხას ვითხოვთ, რომ ენერგია ისევ გამოვიმუშავოთ. AES გარდაბანი გაზზე მუშაობს. AES-მა უწყვეტი მომარაგებისთვის შეიძინა ენერგომწარმოებელი სადგურთან და სადისტრიბუციო კომპანიასთან ერთად. We operate about 40 kilometers outside the capital. 75%-ს ჩვენ ვაკმაყოფილებთ. Up to 75% of all the electricity in Georgia in the wintertime. How much is the debt? 22 million lari. 22 მილიონი. We want to generate ენერგია ადგილზე უნდა გამომუშავდეს. Georgia needs us. ამისათვის გაზია აუცილებელი. ამისთვის ჩვენ გვჭირდება გაზი. And I cannot buy. გაზის შემოსატანად კი ფულია საჭირო. This place needs. ბევრია სამუშაო. Nobody's going to come. მინდა ამ ენერგიაში ფული გადამეხადონ.
რომ გაზის ყიდვა შევძლო. თუ ამ ზამთარს 24 საათიანი მომარაგება შევძელით, მაშინ არაფერი გვიჭირს. 2001 წლის ზამთარი. უშუქობის გამო ამ გზაზე ცეცხლმოგიდებული ბარიკადები აღმართეს. ყველაზე საშინელი ზამთარი იყო. ზაფხულის გვალვების გამო ჰიდროსადგურებში წყლის დონე მინიმალური გახდა. ეს თელასის ქალაქისთვის გამომუშავებულ ენერგიას ეროვნული სადისპეჩერო ცენტრი იმ დიდ ინდუსტრიულ კომპანიებს აწვდის, რომლებიც ფულს არ იხდიან და თბილის სიბნელეში ტოვებენ. მთავრობას უნდა შეეწყოს იმისი, რომ ერთი წარმოება მაინც ამუშავონ, რომ რაღაც ხალხს სტიმული ქონდეს, აი რაღაც არსებობს საქართველოში. ზამთარი გაუსაძლისია. უშუქოთ აზროვნებაც ჭირს. ამ დროს სათანადოდ მუშაობას არ შეგიძლია. საქმე გადაუხდელობაშიც არ არის. ამ ხალხს ფული გადახდეთ რომ ჰქონდეთ. დენი მაინც არ იქნებოდეთ. იმიტომ რომ თბილისში ენერგიის დეფიციტია. ელექტროენერგია დღეში 4-5 საათით მოგვიწოდება. დანარჩენი დრო სიბნელეში ვართ. რაღაც იგივეა. გაიხედა, თავი იტალიაშია, ესპანეთში გეგონება. ისეთი მანქანებით დადიან, ისეთი სახლები შენდება. აქ ფული არის. და ამ ფონზე ქალაქი ჩაბნელებულია. რა ხდება? ESTLAS-მა $30 მილიონ მეტი რეკონსტრუქციას მოახმარა. აქ ყველაფერი შევცვალეთ. ჩემი ოთახი მთლიანად გავხსენი. ხალხს უნდა ვეკონტაქტო. აქამდე თანამშრომლები 3-4 ოთახში იყვნენ შეღუჟულები. არა და გუნდური პრინციპით მუშაობაა საჭირო. სამსახურში 3 კვირის წინ მოვედი. უდიდესი საწარმოო რეგიონია. აქ გადაუხდელობის გამო თვეში $2 მილიონ გვაქვს. So this is the $2 million a month lost team, you know, right here. Oh, okay. Arabic works. Help us is fondis. მაგრამ იმასაც თუ ვერ გამოიყენებენ, ნუ რა თქმა უნდა, მაშინ. Now we had ახლა შუქი გვაქვს. Really it's after 9 o'clock. შარშან 7 საათის შემდეგ გქონდა. ახლა 9-დან 12-მდე გვაქვს. Until 12. როცა შუქი არ არის, გიждები. როცა მოდის, იმაზე ნერვიულობ, რომ არ იცი როდის გამორთავენ. When they are going to shut it down. There has been ამ პროგრამაზე მუშაობა რომ დაიწყო, ზეწოლამაც არ დააყოვნა. სახელმწიფომ და ბანდიტებმა ერთდროულად შეგვიდგეს. სიკვდილითაც დაგვიმუქრნენ. Factories and plants that don't pay. საწარმოები დენის ფულს არ იხდიან, იქ შუქი მაინც მუდმივადაა. ამ საწარმოების პრეზიდენტის ნათესავები ფლობენ. Relatives of president, and everyone knows that. ამას პრესაშიც წერენ, თუმცა არაფერი იცვლება. In the whole media, but yet this is going on all the time. აზოტი. აზოტი დიდი ქიმიური საწარმოა. საბჭოთა დროსაც უდიდესი კომბინატი იყო. They receive something like შარშან $6 მილიონ ენერგია მოიხმარა. ფული კი არ გადამხდება. ეს ენერგია ზამთარში მთელ თბილისს ერთი თვით მოამარაგებდა. თუ ენერგიას მოიხმარ, ფულსაც უნდა იხდიდე. გადაუხდელობის გამო მათ თენს არ უთიშებდნენ, რადგან მათ ფარველობდნენ. ჩვენი მცდელობითა და ხალხის ზეგავლენით ზოგიერთ დენის მოწოდება შეუწყდა, მაგრამ ეს მაინც არ არის გამარჯვება. In any power system anywhere in the world, the national dispatch სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი ეროვნული სადისპეჩერო ცენტრია. And all the local switch. ყველა ადგილობრივი სადისპეჩერო და ტრანსფორმატორები ამ სადისპეჩეროს ექვემდებარება. But what's happening? საქართველოში ეს სისტემა მოშლილია. ამ სისტემაში მეხთამეობა და კორუფციაა. ვისაც ჩართვა ევალება, დაბალი ხელფასები აქვს. თუ 4 ფიდერიდან მხოლოდ ერთს უნდა მიაწოდონ, იმას აწვდიან, ვინც მეტი გადაიხადა.
What are you going to do? აი ესე მუშაობს სისტემა. ამ ხალხის დადანაშაულება ძნელია. I had talks with the representatives of the ministry and they said სამინისტროში მეტყვის რომ პრეზიდენტი მინისტრს იმის მიხედვით ნიშნავს, ვინც მის ნათესავებს მეტ უფასო ენერგიას მიაწვდის. criteria for a person to be appointed as a minister in Georgia. სამინისტრო თეორიულად პოლიტიკას ემსახურება. ჩემთვის პოლიტიკა არ ნიშნავს ამ თვით მოხმარებლის ჩართვის ბრძანების გაცემას. მე არ ვამბობ მოსახლეობაზე, პორტმა უნდა მიიღოს ელექტროენერგია, ბატონო რა. მაკონტროლებელი ფუნქცია ჩვენ არ აქვს დისპეჩერიზაციის, მე მინდა სასახელო უპასუხო საქართველოს კანონმდებლობით. ნაციონალური დისპეჩერიზაციის კონტროლი მთლიანად არის საბითო ბაზრის განკარგვებს ასრულებს. მე ამას ვაკონტროლებ ბუნებრივია, მაგრამ მათ კონდათ ეს კონდა პირდაპირ ხელშეკრულება დაწდებული დისპეჩერიზაციას. ჟავზე საათიანი გრაფიკი. და დაახლოებით რამდენ ხანში გამოსწორდება მდგომარეობა და როდის იქნება 24 საათიანი გრაფიკი? დაახლოებით დღეში მოსალოდნელია. პატრიოტული ტელემაყურებლებო თუ ვინმე რამე გაიგეთ. საუკეთესოების სამინისტროში არ მუშაობენ. მინისტრი იღებს გადაწყვეტილებებს და ამისთვის კომპენსაციაც აქვს. იმას აკეთებს, რაც სასარგებლოა. What is your salary? რა გაქვთ ხალხს? ძალიან პატარა, 150 ლარი. Yeah, these guys have significant power. ამ ხალხს დიდი გავლენა აქვს. The state is vast. უხელფასო მინისტრის პოსტი სახელმწიფოს ძვირი უჯდება. Far outweighs. ზარალი ყველანაირი ხელფასს აღემატება. These key officials. როცა გადასახადების 50%-ს ავკრებთ, მაშინ შევიჭრიო, მაგრამ გონი უბრალოდ გრძელი თვის დარება უნდა. სადისპეჩერო ცენტრის საეჭვო გადაწყვეტილებების გამო აქ დიდ ფულზე და თბილისში ელექტროენერგიის მიწოდებაზეა ლაპარაკი. აგიხსნით რა ხდება. ენერგია გადამცემი ხაზები ქვესადგურებში შემოდის და ძალოვან ტრანსფორმატორში ხვდება. აქ 35,000 ვოლტი 6,000 ვოლტად გარდაიქმნება. ეს ფიდერები 6,000 ვოლტის სამთვრელებია. ამ ფიდერზე 5,000 მოხმარებელია. ეს ძალოვანი ჩამრთველია. ეს ჩინეთის საელჩოს ფიდერია. ეს ფილარმონიის, ეს ჩემი სახლის ფიდერია. ეს ტელეანძის. ეს კი ცენტრში მდებარე სამთავრობო შენობების, ესეც მეტროს ფიდერია. სადისპეჩერო ცენტრიდან ეკავენ, ეს ჩართეთ, ეს გამორთეთო. ჩვენ ვფიშავთ და შუქიც მიდის. გინდათ ჩვენი გენერატორი გაჩვენოთ. როცა შუქს გვითიშავენ, ან გენერატორს ვთავთ, ან ვიძინებთ. როცა დენერ არის, შუქში შნებიც არ მუშაობს. ლიფტის გამო ყველა ცდილობს ვინა ქვედა სართულებზე იყიდოს. ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი კოშმარი იყო, როცა ლიფტში გავიჭედე. ჩემს სააბაზანოს ფანჯრები არ აქვს. გაპარსხა სანთლისში მზენიტებს და სახეს ვიჭრი. ბედნიერი ხარ რომ შუქი მოდის, მაგრამ იბრძანს შეკრება. It's quite a challenging time. საკმაოდ საინტერესო და დრამატულ დროში ცხოვრობთ, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ცხოვრებით არ ვტოვებით. ქართველი უსრულის პირას რომ იდგეს, ცხოვრებით მაინც დატყვევა. გუდაური კავკასიის მთებში დიდი და ხანგრძლივი თოვლი იცის. ახლა გუდაურში ვართ. ავსტრიელებმა აქ 1980-იან წლებში სამთო სათხილამური კომპლექსი ააშენეს. საქართველოში, თურქეთსა და აზერბაიჯანში მემუშავე.
არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი. ყველაზე დიდი საზრუნავი არა პრეზიდენტ შევარდნაძის ოპონირება, არამედ ხმების სამართლიანად მოგროვება იყო. დილის 10 საათზე უკვე 90%-იანი შედეგები ჰქონდათ. მინახავს წინასწარ გატენილი საარჩევნო ყუთები და ერთი და იგივე ადამიანის მიერ ჩაყრილი ბიულეტენები. ამომრჩევლების ნაცვლად კომისიის წევრთა ხელმოწერები. ახლა მთავარია ხალხი დარაზმოდა ცვლილებები მოითხოვა. That's where the work needs to be done. თბილისი 1991 წელი. ედუარდ შევარდნაძე საქართველოს კომუნისტურ პარტიას ედგა სათავეში. ვიდრე 1985 წელს მოსკოვში არ გადაიყვანეს, სადაც გორბაჩოვის დროს საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობდა. 1992 წელს შევარდნაძის ხელისუფლებაში მოbrunებას წინ უძღოდა არეულობები. ზვიად გამსახურდია საქართველოს პირველ დემოკრატიულ პრეზიდენტად 1991 წელს აირჩიეს. 1992 წელს გადააყენეს და 1993 წელს მოკლეს. ყველა სატელეფონო ხაზი ამ შენობაში გადაჭრილია. რაიმე დახმარებას ელოდებით? არა. სამოქალაქო ომი 1991-92 წლები. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საშინელი ამბები დატრიალდა. ქვეყნის სამი ნაწილი მოკვეთილია. მაფიოზურმა დაჯგუფებებმა ზვიად გამსახურდია მოიცილეს და შევარდნაძე დააბრუნეს. ზვიად გამსახურდიას გამო მას ახლა ბევრი მტერი ყავს. 1995 წელი. ამასთანავე მასზე თავდასხმა მოხდა. 1998 წელი. ჯორი აფეთქეს. ტერაქტს ხალხით შეეწირა. თვითონ დაძავშნულ მერსედესში იჯდა, ამიტომ მანქანაში არავინ დაზიანებულა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე დრამატული ბედი ერგო. თბილისის ცენტრში კვლავ საპროტესტო დემონსტრაციებია. ქუჩაში საბურავები იწვის და ზოგან უკვე ბარიკადებიც კი აღმართეს. ერთადერთი რის პირობასაც ენერგეტიკის სამინისტრო იძლევა, ხამე თბილისში შუქი არ იქნება. სამაგიეროდ არავინ იცის იქნება თუ არა დენი დღისით. პასუხისმგებელი კი ისევ არ ჩანს. სამინისტრო ხელს თელასისაკენ იშვებს. თელასის სამინისტროსა და დისპეჩერიზაციისკენ მათ არ სჭირდებათ განხილვები, მათ არ სჭირდებათ ბრძოლა უწყებებს შორის და ინვესტორებსა და უწყებებს შორის ბრძოლებით არაფერში არ აღდებათ. ვინ არის გარანტი იმის, რომ დღეს შეპირებული, დღეს გამოცხადებული გრაფიკი დილის 7 საათიდან ღამის ხალხს სურს იცოდეს რა ხდება, რატომ არ არის დენი. მათ ხვდებით და სიტუაციას უხსნით. ეს შეხვედრები ჩვენზეც ახდენს გავლენას. საპროტესტო დემონსტრაცია თებერვალი 2001 წელი. ხალხის მასი ძალიან მეშინია. ჩვენ კონტროლა არ გვაქვს. ჩვენ გადავიხდი, შუქი არ მოდის. მაშინ წავიდეთ დავანგრიოთ ყველაფერი რა. თუ კონტროლის ქვეშ არ არის, ფულ შენ გაძლევ, კონტროლის ქვეშ არის. ეგ როგორ გამწვის სოჭიკებს? კე, წერაქვით აი ესე ხის ტარიანი წერაქვით ჩამპრა. სმო აქამდე არის რა, გადავიხდი. შუქი მიდის სხვაგან და არ იხდიან. იქნებ დაგვეხმაროთ. იქნებ თქვენ დაგვეხმაროთ. რა გინდათ? Go to the minister. ენერგეტიკის მინისტრად ხარი დენი იქ მიაწოდო, სადაც ფულს იხდიან. შენ იყიდულობ, ხო? კი, და რატო არ ეცებენ? მართალი ხარ. სად არის ეს შუქი? სად არის? სად არის რა? ცხეთაში უწყვეტად არის ელექტროენერგია, იმიტომ რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრი იქ სახლს იშენებს. სადისპეჩერო ცენტრს წერილობითი ბრძანება მიუვიდა. რეგიონალური ჩინოვნიკი შუქის ჩართვას მაიძულებდა. ავუხსენი რომ უშუქობის მიზეზი სადისპეჩერო ცენტრზეც არის ზეწოლა. ჩემთავაზე ეს ხალხისთვის ეთქვა. მან მიპასუხა, ეს რომ თქვა,
მომკვდარი. You will see how I will be killed. We're foreigners. უცხოელებს მეტი გასახანი და უფლება გვაქვს. არა ვიცი, ესა გზაზე ვარ, ესა ხალხთან ერთად ჩუკი არ არის რა. მივდივარ საქენერგოში ნახოთ ახლა თუ არის ვინმე თუ რა ვიცი. საქენერგო საბჭოთა სახელმწიფო სტრუქტურა იყო. მომარაგების საკითხს იწყვეტდა. ბოლო 10 წლებში ფუნქციები განაწილდა. საქენერგო ნაციონალური სადისპეჩერო ცენტრი. მაიკ, რომელი გარედან შემოდიხარ? მაგრამ ჩემი აბონენტი რა თქვა მე, ჩემი აბონენტებისთვის მაგალითად ისანი აბლაბარში სოდვა ხახი. არ მედის შუქი მან. თბილისში, თბილისში. არ მედის თბილისში. ეს მოდის ქალაქში ახლა. ეს რუსთავის წყალმომარაგებაა. და გადიხდიან ისინი? რუსთავის წყალს ფულს არის. No, they don't pay anything. არ იხდიან. ეს რკინიგზაა. და იხდიან ისინი? რკინიგზა როგორ იხდის, მეგონა დაანცულა. აზოტი. აზოტი არის. იხდის 100% აზოტი. აზოტი არაფერს არ იხდის. აზოტს ახლა მიეწოდება ენერგია. აზოტი არის ჩართული ახლა. აზოტი ჩართულია. It's ჩართულია, yeah, it's turned on right now აზოტი. Who controls dispatch? ვის აკონტროლებს დისპაჩერიზაცია აქ? დისპაჩერი ჩვენ უყურებთ კონტროლი კია, მაგრამ პოლიტიკური ნება ჩვენ არ არის. Political control, yeah. ეს არის მთავრობის საკითხი და მინისტრის საკითხი. ეს არის მინისტრის საკითხი. Yeah, David. დავით როგორ ხარ? აზოტი ისევ ჩაერთო? They paid მხოლოდ ერთი კვირის აქვთ გადახდილი. ერთი წლის განმავლობაში. anything all year. Why has it been მე რატომ ჩავერთეთ დენი? წინა წლის 16 მილიონი ლარის დავალინება აქვთ. from last year? მადლობ. ნახვამდის. You don't take it. რამეთი თუ ენერგიას უფასოდ იღებთ. როცა ფულის გადახდის დრო გადის, ენერგიის ხარისხს იწონებთ და სასამართლოში გაგვიხართ. You know? It's just a sham. I think this AES this American ჩვენი ენერგოსისტემის ტრაგიკულ მდგომარეობაზე AES-ი ინფორმირებული არ იყო. Georgian electric grid or electric supply. Everyone understands that they საქმე ერთ დღეში თუნდაც ერთ წელიწადში არ კეთდება. done in one day or 1 year even. ერთი წლის ზაფხული. AES კორპორაციის მთავარი ღირსებებია: მობილურობა, სამართლიანობა, თანადგომა და შემოქმედება. შეერთებული შტატების უშიშროების კომისიამ AES-ის ინვესტიციას რისკის ფაქტორი უწოდა. არლინგტონ, ვირჯინია, AES-ის სათავო ოფისი. როგორი უნდა იყოს საერთაშორისო კორპორაცია, რა მიზნები უნდა ჰქონდეს? ძალაუფლებისკენ ტოლვა, კონტროლის სურვილი, სექსსა და ფულზე მიმზიდველია. ამ ამბიციებზე უარი ვთქვით. ხელმძღვანელებს ვთხოვეთ დაეთმოთ უფლებების დიდი ნაწილი. ინიციატივა წავახალისეთ. As many individuals in the organization can experience the joy and the excitement და მოუყიდებლად უნდა ემოქმედათ. from being free to make decisions themselves. მეტი ინტერესი რომ გაჩენილიყო. Most fun workplace ever. Dennis is definitely the man. He's a thinker, you know. თბილისი 2002 წელი. დენისი მოაზროვნე პიროვნებაა. ისი ვაშინგტონის შტატში ერთ უბრალო ოჯახში დაიბადა. მისი 4 ძმა მღვდელია. დენისიც გადაგებს ოღონდ თავის საქმიანობაზე. რა არის მთავარი ბიზნესში? გადაწყვეტილების მიღება. AES-ში გადაწყვეტილებებს უფროსების ჩარევის გარეშე ვიღებთ. AES-ში გვირჩევნია გადაწყვეტილება იმან მიიღოს, ვინც მერე ამაზე პასუხს აგებს. შევარდნაძეს მეგონი უნდა რომ ეს საქმე გამოვიდეს. ხანგრძლივი და რთული გზაა. არ გვეგონა თუ საქმე ასე რთულად წავიდოდა და პროცესი გაიწელებოდა. გამარჯვებისთვის ყველა რესურსს გამოვიყენებთ. მიზანი უკვე დასახულია. სიძნელეებს უნდა გაუძლოთ. არის თქმულება, ღმერთმა ადამიანებს მიწები დაურიგა. ყველა ერი მოვიდა მიწის მისაღებად. ქართველებს კი დააგვიანდათ ნადიმის გამო.
and they were late. So there was no land left for them. And then Santa Maria said მაშინ that წმინდა let მარიამმა them give my ქართველებს land. საკუთარი მიწა She დაუთმო. gave us her land. So that's why this სწორედ ამიტომ ეძახიან ამ მიწას განსაკუთრებულს. That's the story. Very good path. ზაფხულში საქართველოს ელექტროენერგია არ აკლია. And everyone's going to have არაჩვეულებრივი კლიმატია. თაში თოვლი დნება და წყალი მოჩქებს. სადგურები უამრავ ენერგიას გამოიმუშავებენ. ქვეყანაში ჭარბი ენერგიაა. მაიკლ სკოული სტამბოლის სოფიში გადაიყვანეს. He was doing something like მაისში ფულის ამაღლება 70%-ს აჭარბებდა. across the whole region. He's really got his მე მგონი საქმე დაიწყო. I think we're ბოლო 6 თვის შედეგი ასეთია. thing working properly. თბილისი, ისნის რაიონი. I think it just takes time. ფიქრობ, დროა საჭირო. უკვე გვაქვს შედეგები. We got 85%. მაისში 85%-მდე ამოვიღეთ. მაგრამ გათიშები ჰქონდა. ადრე 49%-ზე მეც ვერ ვიღებდით. That's hopeful that despite people's problems they really want to make ხალხი ცდილობს ხელი შეგვიწყოს. contribute to something. You know, the street fighting of the first 2 years. შედეგს 2 წლის შემდეგ მივახციეთ. But much less intensity. We're starting to do things now that we've been stuck on for 2 years, but now it's those things are starting to move very quickly. It's very interesting. მუშაობაც აეწყო, თუმცა ქვეყანა ჯერ კიდევ ვერ დაალაგდა. As the country is not, unfortunately. AES-ი გადასახადს რომ კრებს, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები აღარ გვაქვს. საქართველოში ცხოვრება თავքը მიექანება, ვინც ასეთი ცხოვრების სიგეთით სარგებლობს. აქვს კარიერა და ფული. წლის გაზაფხულისთვის AES-მა საქართველოში $190 მილიონი დახარჯა. პირველი ვიზიტის შემდეგ ბევრი რამ მოხდა. ინვესტიციის მიუხედავად ამოღება ნულოვანია. ასე ვერ გაგრძელდება. ხალხის დახმარებით მომდევნო წელს საქმე უნდა გამოსწორდეს. საქართველოს დანახვისთანავე შემიყვარდა. კომპანია და ჩემი ხელისუფლება ძლივს დავარწმუნე AES-ის აღდარჩენაში. კომპანიაში პროგრესი ჯერ არ იგრძნობა. რამდენიმე კვირაში აქციონერთა მოთხოვნით დენის ბაკი AES-ის პრეზიდენტობიდან გადადგა. 2013 წლის აგვისტოში AES-მა თელასი რუსულ კომპანია RAO-ს მიყიდა. RAO-ი სახელმწიფო კომპანია. ამით ქართული ენერგოსისტემის თითქმის მთელი მარაგი რუსული ინტერესის კონტროლის ქვეშ ექცევა. სიტუაცია სულ უფრო მძიმდება. რის იმედი უნდა გქონდეს? ჩვენი ცხოვრება კომუნიზმის აღსასრულმა და კორუფციამ შეიწირა. ჩვენი მომავალი ჩვენ სამხელშია. ახალი თაობა ყველაფერს გამოასწორებს. მე ოპტიმისტი ვარ. We tried, so you can do ჩვენ it. ვეცადეთ. უამრავი ხალხი დავასაქმეთ. There's a lot of people working, you know. I've never been არასდროს ჩაბმულობ ასეთ საქმეში. my whole life. I mean, it's something else. მორჩაო ვერასდროს იტყვი. Shuki Karachi, Araris Shuki Chantam Sashi, Alaram Jera Terasi, Alaram Jera Sakena.